სოფელ წერაქში ფესტივალი ერთიანი საქართველოს უკვე მესამე დღე აგრძელდება და ორგანიზატორებმა ფესტივალზე მისულ სტუმრებს საკმაოდ საინტერესო პროგრამა შესთავაზეს. ახალგაზრდებისთვის გაიმართა შეჯიბრი მკლავჭიდში და გამარჯვებულების სერტიფიკატებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებაზე ჩამოსული სტუმრები აღნიშნავენ, რომ ფესტივალი ვან კავკასიუს საკმაოდ საინტერესოა. Როგორც თქვენ ცნობილია, წერაქში ტარდება საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი ერთიანი კავკასიისთვის. საკმაოდ ბევრი სტუმრები და მონაწილეები არიან სხვადასხვა ქვეყნიდან. რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია მარტო მარნეულისთვის, ან მთლიანად რეგიონისთვის მნიშვნელოვანია ასეთი ფესტივალების ჩატარება, ხალხის დამეგობრობა, დაახლოება და ულოცავ მარნეულს და სრულიად საქართველოს ასეთი ლამაზი ფესტივალის ჩატარებას. მიმდინარეობს ფესტივალის მესამე დღე, ძალიან მხიარული ტალღებზე მიდის ყველაფერი, ძალიან გახარებულია ჩვენი ახალგაზრდობა და მათ შორის მოწვეული სტუმრები, კმაყოფილებას გამოთქვამენ ჩვენი გულთბილი მასპინძლობით. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რომ ასეთ ფესტივალს ჩაიყარა საფუძველი მარნეულის რაიონში და ძალიან სასიამოვნოა იქნება, როგორც ჩვენ საუბრობთ ინიციატორებთან, პოლონურ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ურთიერთობას და ფესტივალი და მიიღებს ტრადიციული ხასიათს მარნეულის რაიონში. ეს იყო პირველი ძალიან მოკლე ხანში ჩატარდა ეს ყველაფერი, მოკლე დროში მოგვიწია ყველაფრის მოწყობა და გაკეთება. ფესტივალი მიმდინარეობს ძალიან მშვიდ და წყნარ გარემოში. ასთავარია მოსახლეობა ხალხი არის გახარებული და ეს გვახარებს უფრო მეტად ჩვენ და შევეცდებით რომ მაქსიმალურად ასეთი ღონისძიებები გავაგრძელოთ მომავალ წლებში. ძალიან კარგი სიტუაციაა, საზოგადოება კარგად ერთობა. მე ვისურვებდი, რომ მსგავსი ღონისძიებები სამომავლოდაც გაგრძელდეს. დღეს ჩვენ მოვედით აქ მკლავჭიდში შეჯიბრზე. ავიღე მეორე ადგილი, ძალიან კმაყოფილი ვარ. ასეთი პროექტები რაც ხშირად ჩატარდება, მით უფრო კარგი იქნება ჩვენთვის, ახალგაზრდობისთვის, ჯანმრთელი ცხოვრებისთვის და ეს ყველაფერი ჩატარდა წერაქვის ულამაზეს ხეობაში, ვან კავკასიუს პროექტში, რასაც დაეხმარა მარნეულის მუნიციპალიტეტი. საღამოს 8 საათიდან ფესტივალი კონცერტით გაგრძელდა. მუსიკალური ნომრები შეასრულეს საკმაოდ ცნობილმა ჯგუფებმა, ვოლოშმა, ჩვენებურებმა, შავფაროსნებმა და სხვა. აღსანიშნავია ისიც, რომ ჯგუფმა ვოლოშმა და ჩვენებურებმა ერთობლივად შეასრულეს რამდენიმე ქართული კომპოზიციაც.